იცის ლაჟვარდები ჩვენი ლურჯის ამოსია საქართველო ანოსია საქართველო ანოსია სიხარული წრემლი დაგთვის უტავების წყაროსია საქართველო ანოსია საქართველო ანოსია ლამაზ გორებს ჩანჩქერების ნაცნავები ჩამოშლია ჩვენ სამშობლო სილამაზე არასოდეს არ მოშლია საქართველო ანოსია საქართველო ანოსია Annosia, Annosia, anche tigri fugge cestalo, camaggio baschi danno davano, cantiazze tigri fugge cestalo, camaggio baschi danno davano. ჩვენი ქვეყნის ცისფერდილა ოქროს ტბები ამოსვლია საქართველო ანოსია საქართველო ანოსია შენოსტირი საქართველო არაფერი არ მოგვწვია საქართველო ანოსია საქართველო ანოსია დიდი ვეფხის ხაოსანი ჩვენი წინის დაროსია გაიხედა მზე ამოდის სამომავლო დაროსია საქართველო ანოსია საქართველო ანოსია Annosia, Annosia, anche tigri fugge cestalo, camaggio baschi danno davano, cantiazze 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 tigri fugge cestalo, camaggio baschi danno davano. ქართველი კაცის სულის მიმოხრა ეროვნულმა მისწრაფებებმა პოლიტიკურმა და კულტურულმა ორიენტაციამ მოითხოვა რომ ჩვენი ქვეყანა ცხოვრების ახალ გზას დასტყმოდა ქართული სული სხვა საზრდოს ეძებდა ისტორიის ბედისწერა მისეინება რომ ევროპისა და აზიის გზის გასაყარზებდებარე ქვეყანა ყოველთვის დიდი და მცირე დამპყრობლების ყურადღების ცენტრში ყოფილიყო ცისქვილის ქვაც კი დატრიალებულა საქართველოს თავზე ტერი მტერია მაგრამ თითქმის ყოველთვის განსაკუთრებულად ჭკვიანი და ძლიერ მტერს გვარგუნებდა განგება სპარსელებისა და არაბების უზარმაზარ იმპერიებს ქმნიდნენ და ეს ჩვენი პატარა ქვეყანა ერთი უნიშნულოვანესი რგოლი იყო მათ სტრატეგიაში ეს კარგად ესმოდა რომ იცის დაპყრობა ჯერ არ იყო გამარჯვება გონებისა და სულის დაპყრობა ძნელი შეიქმნა ყოველი ნაბიჯი მტრისა იქით იყო მიმართული რომ ქართველთა სული დაეშალა და გონება დაემცირებინა დღეს ერთად მიმოგზაურებთ საუკუნეების მიღმა ისტორიულ წარსულში რათა შევიგრძნოთ წინაპართა გაუტეხელი სულის კვეთება რისთვისაც ღირს საერთო სიცოცხლე როგორ გვიანდელდეს ღვთისა და სამშობლოს სიყვარული აი ასეთ გმირებზე დგას საქართველო მაინც რამ გვიხსნა რამ გადაგვარჩინა არც მყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა არ უნდა დავივიწყოთ წარსული რადგან შევძლოთ აწმყოს სწორი შეფასება და შევქმნათ მომავალი წარსულის გარეშე აღმოჩნდები ფეს გადაჭრილი და უმომავლო რამდენი სისხლი დაუყრიათ წინაპრებს რომ დღეს ჩვენ გქონოდა ეროვნულობა ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო მაცხოვრებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაი
საჩინო რა ავად მიგიჩნიესო ღვთის საიდუმლო გაგტეხეს გულში ვერ დაგიტიესო 30 ვერცხლად გაგყიდეს ისიც კი დანაბნიესო დიდება მოთმინებასად შენსა უფალო იესო ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო შეგიპყრეს თვისი დამხსნელი საბელი მოგახვიესო მაგრა შეგიკრეს ხელები უფალს არ აქთნიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო ავაზაკზე და გაგცვალეს ბარაბა მათირქიესო ურიგო სიტყვა შეკადრეს გაგლანწყეს გაგატვიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო ჩხილთა გიყარეს ლერწამი ნუნები აგატკიესო ყრიმას გცეს თვალებ აკრულსა კითხეს ვინგცემა თქვიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო ბრალი ვერ პოეს დაგსაჯეს პილატე მოგისიესო ბრალობის სისხლი თავზე და შვილი თურთ გარდინ თხიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო ხელდა ბანილთა შოლტი გცეს სხვერპო სისხლი შეურიესო დაგადგეს ეკლის გვირგვინი გოლგოთას მიგიწვიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო შესამოსელი გაგხადეს ქლამინდი მოგახვიესო ჯვარზე გაგაკრეს ხელფეხთა ლურსმანი გაგიწიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო წყალი ითხოვ მოგართვეს ძმარში ნაღველი ვიესო წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო ვაი რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო მოგკლეს უბრალო ბრალითა ქვეყანაში არ ყიესო მზე დანაბნელეს მთვარეცა ვარსკვლავნი დააფრქვიესო თავს კრეთ საბმელი განაპეს ბოლომდე შუახიესო ჯვარით გარდმოხსნეს წაგდრაგნეს ტილოში წაგახვიესო დაგმარხეს მკვდარსაც არ გენდვენ გარს მცველი შემოგხვიესო ქმნენს უგრძელობა მათზე და დასთმეს შენ ჩვენთვისესო დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო მეფე მირიანი მეოთხე საუკუნის დასაწყისში განაგებდა ქართლის სამეფოს. მხედართმთავრული ნიჭი დაჯილდოებული. თავისი ცხოვრების მანძილზე მრავალი ბრძოლა გადაიხადა საქართველოს მიწაწყლის დასაცავად. მსგავსად მეფე ფარნავაზისა. საქართველოს ხსნისათვის თავგამოდებით იბრძოდა ხან სპარსელთა მხარეს და ხანაც რომის იმპერიის მოკავშირედ გამოდიოდა. მათი დახმარებით მეფე მირიანმა მრავალი კავკასიელი ტომი ალაგა. სულიერად კი მეფე მირიანიც და მისი სამეფოს წარმართობის ტყვიათში იყვნენ და კერპებს ძემდნენ თაყვანს. განსაკუთრებით არმაზის კერპს მიაგებდნენ პატივს, რომელიც ქართველთა პირველმა მეფე ფარნავაზმა აღმართა. იმჟამიდან მსოფლიოში უკვე გავრცელებული იყო ჭეშმარიტი სარწმუნოება ქრისტიანობა და მისი ნათელი ქართველსაც განამზადებდა წარმართული კერპების დასაბნელებლად. ლურჯ მწვერვალებს ქარი ძისფე მისში ხვევდა და როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ თოვლიდო ჯავახეთის მთათაზე და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ მოჰკიოდა ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარამის ტბასაზე და ძრწოდა ქარი მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი თოვლის მთებით ყვირდებოდა უცხო მგზავრი ვის უნახავს ვარდობისას მთოვლი მთებზე
წყემს საკითხა, რომელია ქართლის გზა? წყემს მოუთხრა, საქართველო არის ესე. მიეძინა, ერთ წალკოჩი მიეძინა და შატენმა მზისგან მოუჩრდილეს. ეს ვინ არის? გამოცხადა მგზავრის წინა. ნუ გეშინი, იუგებდა იესო. გაეღვიძა, წუთით იგრძნო მშობლისევდა, მაგრამ წმენა ავალებდა რაოდენს. თოვლიდო ჯავახეთის მთათაზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღავდა. ამ დიდი მისიის შესასრულებლად საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით კაბადოკელი წმინდა ნინო ჩამოვიდა. წმინდანმა სასწაულებრივად განკურნა ნანა დედოფალი. დედოფლის განკურნება საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეფეს ზუარი ერთქვა წარმართულ წმენაზე. მირიან მეფეს სასწაული საკუთარი თვალით უნდა ეხილა, რათა ერწმულა. თხოთხის მთაზე ამალასთან ერთად სანადიროდ წასულ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ უკან დაბრუნებულს უნდა ამოეწყვიტა ყველა ქრისტიანი. თვით ნანა დედოფალიც კი არ დაენდო, თუ კი არ უარყოფდა ქრისტიანობას. მთაზე ასულ მეფეს ზუსტად შუა დღეს ზედაუგდო. ირგვლივ უკუნი ჩამოწვა. შეშინებული მეფე მუხლებზე დაეცა და საკუთარ კერპებს მიმართა დახმარებისთვის. სასოწარკვეთილმა ნინოს ღმერთ შესთხოვა ხსნა და დაჰყურდა, რომ ის რჯულზე მოექცეოდა. თაყვანს სცემდა ჯვარს და სალოცავებს ააგებდა. დასრულა თუ არა მეფემ ლოცვა, სიბნელე გაიფანტა და ირგვლივ ყველაფერი განდა. ნათელი ჯვრის სახით მოევიდა. იმ დღეს მირიანს ფარნავაზის მზე დაუბრუნდა. ის მზე, რომელმაც ფარნავაზს მიანიჭა მეფობა. ის მზე, რომელმაც ფარნავაზი უკაცობის სახლიდან გამოიყო. ის მზე, რომლის თვალითაც იყო ცხებული ფარნავაზი. მირიანის მეფობა ახალი მზის ძალი გახდა კურთხეული. ისევე როგორც ფარნავაზის გამეფება, მირიანის მოქცევაც ნადირობის გზით განხორციელდა და მას სულიერი თვალი აეხილა. ქართლი გაქრისტიანდა. ქრისტეს ჯული ქართველებისთვის მარტო სარწმუნოებითი აღსანება არ აღმოჩნდა. იგი ამასთან ერთად პოლიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს ნაციხთა გასაერთიანებლად და შემოსავლად. ერმა გადაიხსნა გული. შიგ განიქმნია იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეწო და არავის კი არ შეარყევინო, არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ საუკუნეების მანძილზე გულში ჯვრით და ხელში ხმით იბრძოდა, იღვწოდა სისხლსაღური და ქართველი კაცი და ნათელი ბნელზე ვერავინ შეაცვლევიდა. სისხლით იწერებოდა ისტორია. ჩვენი ისტორიის სახელი დადიდება, ჩვენთან დიდებულთა წინაპართა სასწაული მოქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა. თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა. ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეთ მკერდი და ამ მკერდზე როგორც კლდეზე დავუდგი ქრისტიანობას საყდარი. ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუშრეს იგი. გავწყდით, გავიშლიტებით, თავი გავწირეთ, სოლშვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ. ხორცი მივერცეთ სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ. არ გავაკეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ სამშობლოს, ჩვენს მამულს თავმოწონებით ვეძახით. ნეტარ არიან სამშობლოსთვის დევნილი, რამე თუ მათი არ სასუფეველი ცათა. თვალს გადაავლებ ჩვენს ისტორიას და სხვა არაფერია თუ არა ბრძოლა სარწმუნოებისა და ეროვნული თვითმყოფადობისათვის. მამულისთვის თავდადებას, სიცოცხლის მსხვერპლად გაღებას უნერგავდნენ დედების შვილებს. მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში იმ დროს ვიდრე ვახტანგ გორგასალი შეუდგებოდა თავს მოღვაწეობას, საქართველო ორი უზარმაზარი იმპერიის, სპარსეთის და ბიზანტიის ცილობის საგას წარმოადგენდა. ბიზანტიის იმპერატორიცა და სპარსეთის შაჰიც ყოველთვის ცდილობდნენ იმპერიის შიდა პოლიტიკური სირთულეების სათავისოდ გამოიყენებინათ საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად. უსასოდ ქმნილი ხალხის ნუგეშა 457 წელს ტახტზე ავიდა 15 წლის ვახტანგ. მან უმაგალითო გმირობა გამოიჩინა. ხალხს ვახტანგ მეფე თავის მხსნელად მიაჩნა გარეშე და შინაური მტრებისგან დასაცავად. მან დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები, მიტაცებული ტაო-კლარჯეთი, ციხე-თუხარისი, მიწები შავი ზღვიდან სამხრეთით არსიანამდე და ძველი პონტოური სამფლობელოები. დედაქალაქი თბილისში გადმოიტანა.
ეკლესიას მოუპავა ავტოკეფალია და დამოუკიდებლობის მინიჭებით აუმაღლა ღირსება მთელ საქრისტიანოში. მეფის მუზარაძე ერთ მხარეს მგლის თავი იყო გამოსახული, მეორე მხარეს ლომი, დაუმორჩილებლობისა და უძლეველობის სიმბოლო. 60 წლის მეფე გალომებით იბრძოდა სპარსელთა წინააღმდეგ, მაგრამ ღალატი. ყოფილმა მონამ იღლიაში მოწამლული ისრით დაჭრა სასიკვდილო. სიკვდილის შიშს არ დაემონა მეფე, უდრეკად იყო ბოლო ამოსუნთქვამი. ქართველებმა დიდი პატევი დაკრძალეს თავიანთი სწორპოვანი მეფეს ვეტიცხოველში. ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა, ღვთის ნებით და ღვთის კარნახით, სპარსნი ქართლით გადარეკა, ყრმას ზუმგელი ჰყავდა ძიძად და მგელკაცად გაიზარდა. რამგლის ფერი, რამგლის თვალი, რამგლის მუხლი, რამგლის მადა, ქართლის ცა და მგლის სიამე, თავზე ადგა მუზარადად. მტერს ხაფიხმით დაჰყიოდა და ზურგის სოლს უბზარავდა. ახსოვს მისი ნაფეხური, ამუღრან ტყეს, ნამუხარ მთებს, ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, და კაცს როგორ არ უყვარდეს. მეფე და ღმერთი შეხვდნენ ერთმანეთს, ორთა ერთობა აღწევდა ზეცას. ამ სოფლად უფლით მირონცხებული, არ ახარებდა ღვთის დამგმო მტრებსა. სული წმინდისგან მადლიც ხილობდა, გულში ნათელი უფრთხოდა ბნელსა. მიწაზე მეფე ღმერთა დადიდეს, თვითონ გლახაკის ითხოვდა წვენსა. სამშობლოს ფარად ედგა ღვთის ნებით, ერში ერთობის სიყვარულს თესდა. არას ითხოვდა თავის შრომისთვის, სახურად თვლიდა თავს ამარ ქვეყნად. იუდა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, კიდევ განიხსნა ბოროტის თვალნი, ღალატით მოკლეს დიადი მეფე და გაახარეს გულებში ავი. მეფე და ღმერთი შეხვდნენ ერთმანეთს, მეფე გლახაკის ითხოვდა წვენსა. მთელი სიცოცხლე ხალხთა მსახური, დღეს დიადემით დგას შემოქმედთან. მე-7 საუკუნის დასაწყისში არაბებმა ცეცხლთა და მახვილით დაიმორჩილეს მრავალი ქვეყანა და მე-8 საუკუნეში ქართლი დაიპყრეს. ქართლს არაბი მოხელე ამირა განაგებდა, იმავე დროს საჯულიც იყო. ქართველი ერისთავარი ამირას ემორჩილებოდა, მათ ცურჩი და მიუღებელი გამოდგა მხოლოდ ნერსე მეორე ერისთავარი. არაბთა ხალიფა აბდილამუნი ბაღდადს დაიბარა ნერსე და შესმენითა, ბოროტთა, კაცთაითა, შთააგდო საპრობილეს. ეს მოხდა 772 წელს. რამიზეზით გაიწვიეს არაბებმა ბაღდადს ნერსე, ან რა შეამხილეს იგი ბოროტმა კაცებმა ხალიფასთან. ისტორიული წყაროებით არჩევს, მაგრამ ეს რომ მისი ეროვნული მოღვაწეობის გამო უნდა მომხდარიყო, უეჭველი. იგი მისი მომდევნო საქმეებითაც დასტურდება. იგი მოიხსენიება დიდ ნერსე ერისთავად. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია, რომ არაბთა სასტიკ ლაშქრობას ქართლის გავსა ვერც აფხაზეთი და ვერც დასავლეთ საქართველო გადაურჩა, მაგრამ დაპყრობლები იქ ვერ გამაგდნენ. დასავლეთ საქართველოში აფხაზთა სამეფოს პირველი მეფე ლეონ მეორე, ლეონ პირველის მისული იყო. მერვე მე-9 საუკუნეებში აფხაზები საქართველოს ყველაზე აქტიური მაშენებლები იყვნენ. ლეონ მეორე პირველმა იშუშა მახვილი საქართველოს გაერთიანებისათვის. მან იცარგებლა ბიზანტიის იმპერიის დაშლებით. დაიხმარა ხაზართა ხაკანი, აუჯანყდა იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ახალმა სამეფომ, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, აფხაზთა სამეფოს სახელწოდება მიიღო. ლეონმა სამეფოს დედაქალაქ ქუთაისი გამოაცხადა. აფხაზთა სამეფო პოლიტიკურად და კულტურულად ქართულ ქრისტიანულ ქვეყანა იყო. ქართულ ენაზე იქნებოდა სახელმწიფო დოკუმენტაციები. აღესრულებოდა წირვა ლოცვა, მუშაობდა სამეფო კარი, ქართული იყო მწიგნობრული. იმ დროიდან ტკიცი საფუძველი ჩაეყარა დასავლეთ საქართველოს ეკლესიაში, აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო პრინციპების დამკვიდრებას. საქვეყნო საქმისადმი ერთგულებით გამორჩეული იყო ლეონ მეორის, მემკვიდრის, დემეტრე მეორის მეფობა. მის დროს აქტიურად შენდებოდა ქართული ეკლესია მონასტრებში, რომელთა საშუალებით ხდებოდა ბერძნული ეკლესიის გავლენის შემცვლელი. მე აშოთ პირველმა ადარნას ერისთავთ ერისავის ზემ ძიმეჟამს დავიწე მოღვაწეობა. ნაწილება დაყოფილ ქვეყანას არაბიდან პრობლემები განაგებდა. ხალხს მტრისაგან თავის დაღწევს იმედი და კარგული ჰქონდა. ვისარგებლე არაბთა დროებითი დაუძლურებით, მაგრამ ახალი ხალიფის წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეუძლია.
დაიძულებული გავხდი ქართელი დამეტოვებინა. საბერძნეთში მინდოდა წასვლა. გზა ჯავახეთში. ფარავნის ტბასთან შევისვენი. მახლდა ერი, ჩემი მცირედი საუკეთესო და ერთგული ვაჟკაცები. მოულოდნელად მტერი დამესხა. მცირელაშვიდ მაინც შევძალი მათი მოგერიება და დამარცხება. ეს უფლის წყალობად მენიშნა. დაუსხვა ქვეყნისკენ გზა აღარ გამიგრძელებია. კლარჯეთში დარჩენა ვარჩიე და იქიდან დაიწყო ქვეყნის გაერთიანებასა და გაძლიერებაზე ზრუნვა. შეუდგა სოფლებისა და დაბების აღდგენას, რომლებიც არაბებს სასტიკად გაეჩანაგებინა. შეუქმენი დიდი სამთავრო, რომლის შემადგენლობაში ძველი ქართული პროვინციები გავაერთიანა. შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, ნიგარი, აჭარა, სამცხეთი, ჯავახეთი, არტაანი. აღვადგინე ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული და ბრუან ყრუს მიერ დანგრეული არტანუჯის ციხე. არტანუჯი დიდი საოჭრო გზების შესაყარზე მდებარეობდა და მალე სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქად ვაქცია. ყველას ერთი სულის კვათება ჰქონდა საქართველოს გაერთიანება. იმხანა ტაო კლარჯეთში მოღვაწეობდა წმინდა გრიგორ ხანძთელი და აშოტ კურაპალატი. მასთან ერთად შეუდგა ქართული ეკლესია მონასტრების განახლებას და მშენებლობას. აშოტი არაბებისგან მოსყიდულმა მოხალატეებმა ხევს ეკლესიის საკურთხეველზე დაკლეს. ქართველებმა მტრებზე შური იწიეს და ჭოროხის ხეობაში ერთიანად ამოწყვიტეს ისი. მეფე დაკრძალეს პეტრესა და პავლეს ეკლესიაში. მეფეს გაწეული ღვაწლის გამო აშოტ დიდი ეწოდა. დავით კურაპალატის სახელი ყოველი ქართველისათვის ასოცირდება დავით კურაპალატის სახელი ყოველი ქართველისათვის ასოცირდება თორნიკე ერისთავთან. ცხადია, რამდენად ძლიერი და სახელგანთქმული იყო დავითის დროინდელი საქართველო, რომას თვით ბიზანტიის იმპერატორი სთხოვდა დახმარებას. გასაკვირი არაა, რომ ქართველი და სომეხი მემატიანები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ დავითის სიკვდილის აღწერისას. ქართლის ცხოვრების მიხედვით დავითი იყო ღვთისმოყვარე და გლახაკთ მოწყალი, მდაბალი, შვიდი, ძვირუხსენებელი, ეკლესიათა მაშენებელი, ტკბილი, უხვი, კაცთმოყვარე, ყოველთათვის კეთილის ყოფილი და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამაზე მეტყოლებს ის გარემოებანი, რომ დავითის სამეფო მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. აღდგა საქართველოში არაბთა ფლობელობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის გამოშვება. აიგო ოშკის, ხახულის, პარხლის ტაძრები. ტაოს კულტურის ცენტრებში წერლობის არაერთი ძეგლი გადაიწერა. 6 მეთონელისაგან მრავალი ნათარგმნის სასულიერო და ფილოსოფიური წიგნი ებოძა დავითს. დავით კურაპალატმა თავად გააგზავნა ათონზე, მამა იორდანი ხელნაწერების გადასაწერად. მეფე ათონზე მოღვაწე მამებს საგანგებოდ უკეთავდა ქართულ წიგნებს. ღირსეუნი ემსახურებოდნენ მამულს, ხმლით, ჯვრით და კალმით. დავით მეოთხე აღმაშენებელი, საქართველოს მეფე 1089-1025 წლებში, გიორგი მეორის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. ტახტზე 1099 წელს 16 წლის ასაკში ავედი. მამაჩემი გიორგი მეორი შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარიედა. განათლებას ეწაფებოდა და ესაძლებდა მამაჩემს იმის, რომ შეუძლებინებდა. ძიმე მემკვიდრეობა მევიდა. ქვეყანა დარბეული იყო შემოსევებისაგან. თურქ-სელჩუკთა მომთაბარე-ტომების სახდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებს და ქართულ ხალხს ფიზიკური განადგურების საქმეს უთმობდნენ. დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ. საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ცხელდებოდა. თურქ-სელჩუკთა შემოსევებმა საქმრომად შეცვალა პოლიტიკური ვითარება კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. დამარცხებულმა ბიზანტიამ პოლიტიკური სარბიელი სელჩუკებს დაუხო. რჯულის შემწყნარებელი ვიყავი, მაგრამ დაუცხრომად ვიბრძოდი მართლმადიდებლობის განმტკიცებისთვის. ისიც ვიცოდი, რომ თურქ-სელჩუკთა განდევნა და საქართველოს გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისა და ურჩი ფეოდალების ალაგვის გარეშე. სამხედრო რეფორმების განხორციელებაში დამეხმარა ყივჩახთა 40,000 ოჯახი ჩამოსახლდა. თანდათან შემოუერთეს საქართველოს დაკარგული ტერიტორიები.
1121 წლის 12 აგვისტო გათვლით. ძიმეთრებო სელჩუკთა 300,000-იან ჯარს უნდა დავპირისპირებო. წინასწარ შევარჩიეს საომარი ადგილი დიდგორი. თაღორიანი ადგილი ტრის მრავალრიცხოვანი ჯარის გასაშლელად ძნელად საომარი იქნება. პირველ რიგში ღვთის შემწეობის და თავდადებულ ქართველთა იმედი მქონდა. ხეობები ჩავხედე, მტერთან შიში და უკან დახევა. არავის გაიფიქრებინა. ან სიკვდილი ბრძოლის ველზე, ან გამარჯვება. სხვა გზა არ გვქონდა. ახსოვდა ძნელა ის აკვირვება. ქართველთა მცირერიცხოვანმა ჯარმა ღვთის წყალობით 3 საათში ძლიან მტრის 9 მილიონიან ლაშქარს. გავიმარჯვეთ. ამის შემდეგ იერუსალიმში ქრისტეს საფლავის კრიტენი ებარათ ქართველ მეფეებს და საქართველოს ეკლესია ზრუნავდა პალესტინის სიწმინდეებს. რაც დიდგორის უთანასწორო ომში ქართველთა საკვირველმა გამარჯვებამ განაპირობა. მეფობა მოვალეობასა და პასუხისმგებლობას გაგრძელდა. ბევრი ცოდვას მქონდა ღვთის წინაშე, მაგრამ როგორც კაცი არ გამიდია მამონის მოღალატეები. ინგლისის ომებით მიიღო. მაგრამ ჩემი ხალხისთვის და ქვეყნისთვის არასდროს მიღალატია. ამიტომაც დავწერე გალობანი სინანულისანი ღვთისა და მომავალი თაობებისათვის. ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმა წყალობა ჰყავთ. საქართველოს ყოლის პრობლემა ვისურვე დავით. ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის როდი ყურძნის ტევნები. ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტეველი. ღირსახურებდი ქართულ მიწაწყალს, რა იგადარდებს, გასწია იგი ნიკობს იდგა დარუ ბანდარიც. თუ ეს მაღალთა თავდაბლობა, ოდით და ოდით, თუ ცოდვილი ხარ, მაშინ მეფეო რა აქნან ცოდვილი. სულის სიმშვიდის ვერსით პოეტა. ფეხი დამადგით, გულზე დამადგით, ფეხი ყოველ. ნეტა, ასეთი რა ცოდვა გაძებს. ფიქრობდა ცრემლი ხაწვზე დამადნა. ვერ შეგისრულებ მეფეო ანდეც. ვერა, შენს გულზე ფეხს ვერ დავადგამ. საუკუნეებს ძინავთ ამლოდთან, ზარები რეკენსა დარდიან. ქარს გაუშლიათ მები და მოსთქვამს. მე გულზე როგორ გადაგიარო. დაიღვენთება ფიქრების ანთლად, ვის შორეული ნიამორები. კლავებ გაშლილი ჩავბღავლებ საფლავს. დამოყრილია. აბა, ასეთი რა ცოდვა გქონდა. ცაში ღვთისმშობლის ძუძუ ნაწოვარს. ამ ლოთქვეშ შენი სიცოცხლე ბორგავს. და უხარჯავი შენი კაცობა. და ის სიზმრებად ფრესკებს ამაღამ. სულში ჩამჭკნარი თეთრი ყვავილი. ვერა, შენს გულზე ფეხს ვერ დავადგამ. ვერა, შენს მკერდზე ვერ გადავიდე. ღირსეულ ვაში შვილს დავით მეოთხემ სიცოცხლეშივე 1125 წელს დაადგაბულო. შემოარტყა ხმარი. დემეტრეს ბავშვობიდანვე ამზადებდნენ მეფობისთვის. მის აღზრდაზე ერთნაირად ზრუნავდნენ როგორც ასულიერო, ისე საერო. და სამხედრო მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლები დემეტრემ ღირსეულად ატარა დროშა. სვიანად ხმარებული გორგასლიანი დავითია. მე-12 საუკუნის დასასრულსა და მე-13-ის დამდეგს ქართული ფეოდალური მონარქია ტერიტორიულად შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ჩრდილო კავკასიიდან სპარსეთის, აზერბაიჯანსა და არზრუმამდე აღწევდა. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა სხვა მოღვაწე, რომელიც ხალხს თამარივით ყარებდა. ამას მოწმობს ის უამრავი ლეგენდა, ლექსი თუ სიმღერა, რომელიც დღემდე შემონახულია. უამრავ სოფელს, ციხესა თუ ხიდს დღემდე თამარის სახელი ჰქვიას. ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარის სათნოებისა და სარწმუნოებრივი ღონისძიება. დავით აღმაშენებლის მსგავსად, გიორგი მესამე აქტიურ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ეწეოდა. იბრძოდა საქართველოს საზღვრების განმტკიცებისთვის. გიორგი მესამემ თავისი ლაშქრობებით განამტკიცა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი, ხოლო ლაშქრობებს შორის შუალებებს ხვალხის აღმშენებლობას ახდენდა. მის მიერ აგებული ტაძრებისა და ციხესიმაგრეებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყდეში ნაკვეთ ქალაქ გორცეს. ქართველთა თაობებს სამაყო და სადიდებლად მეფემ დაუტოვა თავისი ქალიშვილი თამარი, რომელიც მთელ სამყაროში უნიკალური მეფე ქალის სახელით შევიდა ისტორიაში. 18 წლის გამეფდა.
მისი წყალობით საქართველო მე-12 საუკუნეში პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო გახდა.
უთრო და სამეფო ჩემი კუთვნილებაა თქვენი. მე ამამაღლა განგება მისთვის რომ თქვენ და საკეთილდღეოდ ავამაღლოს სამეფო და განა შევძლებ მე ამას უძლური დედაკაცი. თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით პირველად თქვენ მოგმართავთ მამაჩემის გაწვრთნილ მხედართ მთავარნო მეომარნო. მომეცით შეძლება რომ პირველ ყოვლისა გავიმაგროს სამეფო საზღვრები გარეშე მტრების მოსაგერიებლად. მერმე მივყობთ ხელშინაგან განწესრიგებას და თქვენ უნდა მიწინავთ წმინდა მამე. რადგანაც თქვენ როგორც სასულიერო წოდებას გასწევთ ორგვარი მოვალეობა ხორციელი და სულიერი, რისთვისაც მოგელისთ ორ კეცი მადლობა აქ მეფის და იქზე ციური კურთხევა. ხოლო თქვენ დიდებულნო და ერისთავნო შემიწყვეთ ხელი რომ მივცეთ გზადაგანის სწავლას, შრომას და ნიჭს, რომელთაც ქვაკუთხედად უნდა დაედვას საერო სიყვარული. თამარი არა მხოლოდ მეფე, არამედ მთავარსარდლადაც აღიარეს დიდებულება და ამის ნიშნად წელზე ძვირფასად მოჭედილი ხმალი შემოარტყეს. ცნობილია არაბულ ენაზე შედგენილი ის ფიცის წიგნი, რომელიც მეფეთა მეფე თამარმა აღმოსავლეთის უძლიერეს სულთანს სალაჰ-ად-დინს 1185 წელს მისცა. ქართველი მონარქი პირობას იძლეოდა, რომ ეგვიპტის სამფლობელოს არ დალაშქრებოდა. სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისა უფლისა ერთადერთისა. ესაა პირობა, რომელსაც ვდებთ და ესაა ფიცი, რომელსაც ვიძლევთ. მე რომელიც თამარი ვარ, გიორგი სასული, ვამბობ უფლის არსითა და პიროვნებით, იმ უფლისა, რომელიც სამი სახისაა, მამა, ძე და სულიწმინდა. ფიცავი მსაც, რომელმაც ღვთაებრივი სიტყვა ადამიანობას დაუკავშირა. ფიცავი თვისებას, რომელიც მარიამმა ტანად იყო. ფიცავი მტანს, რომელიც მაცხოვრის თვისებების მიმღები გახდა. ფიცავ მესიას და მის სიტყვას აკვანში. ფიცავ ჯვარცმას და ღვთაებრივისა და ადამიანურის კავშირს, რომ ამ დღიდან და ამ საათიდან მავან-მავანის ძესთან კეთილი განზრახვითა და კარგი სურვილით ვიქნები სანამ დისცოცხალი. და არასოდეს მავანი ქალაქისა და მისი ციხეების აღებას არ განუიზრახავ და არ ვინებენ, არც აშკარად და არც ფარულად. და თავს ნებას არ მივცემ დავიმორჩილო მისი ხალხი და ლაშქარი. და თუ იმას გადავედი, რაც თქვი, ქრისტიანობა იუდეველთა რჯულზე გამეცვალოს, ქრისტიანთა სარწმუნოება დამექმოს, მესიის მიმდევართა თემი დამეგდოს, თუ ამის საწინააღმდეგო გავაკეთო, ქრისტეს ჯვარი ფეხით გამეთელოს, მაღალმა უფალმა სინეფოს. თამარის და სალადინის დიპლომატიური ურთიერთობის განმტკიცების შემდეგ ქართველებს პრივილეგიები მიეცათ იერუსალიმში. პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა განაპირობა ქართული რენესანსის განვითარება, რომელიც წინისწრებდა ევროპულ რენესანსს. არნახული წინსვლა და წარმატებები იყო ხელოვნების ყველა დარგში, მწერლობასა და მეცნიერებაში. არსებობდა 3 აკადემია: გრენის, იყალთოსა და გელათის. ეს დრო ისტორიაში ოქროს ხანად შევიდა. თამარ და შოთა რუსთაველი, ორივე ზეციდან გადმოსული უფლის მადლი და წყალობა, კურთხეულ საქართველოს, ორი უძვირფასესი ქართველობის და მაინც ხურუსით მოცული, ბევრი რამაც შესახებ. ბედმა გამიღიმა დაჯილდოთ მარგუნა დიდი თამარის სიახლოვეს ყოფნა. ქვეყნისა და ერის სამსახური. მადლობა უფალ სამხედრისათვის. გულმოწყალე მეფემ მიბოძა რუსთავის მფლობელობა. ამიტომაც სიამაყით ვატარებდი ამ წოდებას რუსთავის. სამეფო კარი ყველა ნიჭიერისთვის ღია იყო.
მეჭურკლეთ უხუსესად განმამწესხა მესხი მელექსეს სწოროპოვარმა. რუსთაველად დამიმახსოვრა ერმა და ბერმაც. ხვდებიან ჩემს გულის ნადებს. ამბობენ, თამარი უყვარდა. განა შეიძლებოდა ის ვინმეს არ ხვარებოდა? მასში ერთად იყო ქალური სინაჟე და ვაჟკაცური სიმამაცე. სიკეთე, ღირსება, კაცმოყვარეობა და მიმტევებლობა. მტრების კი მის ფეხქვეშ იყვნენ განთქმული. ერთი დღე იზრდებოდა ქვეყნის ავტორიტეტი. ყველასათვის საფიცარი და სათაყვანებელი გახდა. სალაშქროდ დასურჯავს, თავის ლოცვას ატანდა და ტაძრამდე ფეხში შველი მიდიოდა. მახსოვს, საოცრად ლამაზი იყო გამოსვლისას. შეუდარებელი. მიყვარდა, მაგრამ ვერ გამომხელდი მეფეს ჩემს გრძნობას. უფლება არ მქონდა. მას ყავდა თავის რჩეული. დავით სოსლანი, უებრო ვაჟკაცი და ნამდვილი რაინდი. ამიტომაც მიბუძღვენით მეფეს და მის სწორს ჩემი მოგრძალებული პოემა. ვადიდე ღმერთი, მათი ქების ღირსი რომ გამხარ. რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მიძლიერითა, ზეგარდ მოაშლის სულითა, ყნას ზეცით მონაბერითა, ჩვენ კაცთა მოვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა, მისგან არის ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა, ღმერთო ერთო შენ შექმენ, სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე ძლევა მეს დაზრგუნვად მესატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიმდე გასატანისა, ცოდვათა შესუბუქება, მუნთანა წასატანისა, ვის შვენის ლომსა ხმარება, შუბისა ბარშიმშერისა, ნეპისა მზის თამარისა, ყაწყბადახთ მაგიშერისა, მას არავისი შევკადრა, შესხმა ხოტმისა შერისა, მის დამწვრეტელი ყანდისა, მირთმა ხამსმართ მიშერისა, და მას ვაქებდე მეფესა, სისხლისა ცერემ დათხეული, თქვენი კებანი ვისლიმი, არავად გამორჩეული, მენად ვიხმარე გეშრისპა, და კალმად მენარხეული, ვინც აისმინოს დაესვას ლახვარი გულსახეული, მიბძანეს მათაც აქებრად, თქმალექსებისა ტკბილისა, ქება წარდო და წამტავთა, თმათა და ბაგეკბილისა, ბროლბა დახშისა თვილისა, მის მიჯრით მის წყობილისა, გაზდეხს ქვასაცა მაგარსა, ხვდემლი ტყვიის ალბილისა. შემდეგ მისივენებით წავედი იერუსალიმში, ღვრის მონასტრის აღსადგენად. არ ვიცოდი რომ ეს უკანასკნელი დღე აღმოჩნდებოდა ჩემთვის სამშობლოში ყოფნის. გამაცილეს ბავშვობის მეგობრებმა და კარის გოსნებმა. მოსეხონელმა, სარგის მოგველმა და ჩახუხაძმა. ღვრის მონასტერში ყველაფერი ისე შევასრულე, როგორც დიდმა თამარმა დამავალა, როგორც მეფეს ეკადრებოდა. მეც სულიერი სიმშვიდე იმ ტაძარში ვპოვე. ხელში აგიხებ, გაკოცე, კიდევ ჩაგკოცე, ჩაგცქერი, წიგნი კი არა ჟოლახა, ჩამოხაბული ჩანჩქერის, წიგნი კი არა ბაღი ხარ, ოქროს ვარ ჩამოწვეთილი, გაშლილი ბაირაღი ხარ, ლექსის ფრთა გაუწვეთელი, წიგნი კი არა დილა ხარ, ქართველი ხალხის ნათელი, გულის ფესებში გინახავს, გულში ხარ გამონათალი, კითხულობე და მღერია, ხენით გულ დამარცხებული, შენგანს ყავს ხალხის სიცოცხლე, სიკვდილი დამარცხებული. უთენებელი ბნელეთის, შენ ერთი ვყავდი მთეველი, სიმდიდრე ბევრი წაგვართვე შენ დამრჩი წაურთმეველი, წვავდნენ და არ იწვებოდი, ცეცხლში დიდების ხეჭელი, ვერც ქარიშხალი ფანტავდა ხეების ამომგლეჯელი, შენ ხმალის ღარზე დეწერე, ანდერძი ოქრო ხმოვანი, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი. წიგნო წინ მიუძღვებოდი, ხახსუდავების ნაღარით, შეგწერდა დიდი რუსთველი, თავს ოქრო გადანაყარი, შეგწერდა ცისკრის გამკამი, ხევთა ხმა ზავის რიალი, შენ სკალამს ორბის დიოდა, ყავს ვეფხვითელაზიანი, შეგწერდა ქალის წამწამი, შეგწერდა ქალის წამწამი, ვაშკაცის მკერდი გმირული, შენ ხახის წერდა მხედარი, ბრძოლით გულამო ყირული, შენ ჩვენის ჭაბუკე ხარ, გული არ დაგიძველდება, სიმღერა დილას ნამღერი, 800 წელი გრძელდება. ახმაურე სამშობლო, კარისკარ ჩამოიარე, ზოგს ყურმალიზე შეესწა და ზოგს უხვევდი იარეს, მიჯნურს გულადუღებულსა, სიცოცხლეს დაუელვარე, ლაშქარს უსარდლებს სარდალი, ხელში ხმალს აძლევ მღელვარეს, სიყვარულითა, ძმობით ძმას ეპასუხებით, დიდ ჭირში დაგვაფოლადებ, დავდგებით როგორც მუხება. შენი სიბრძნე და ოცნება, გულში აქვთ გამოყვანილი,
ჩამოურიგდი ქვეყანას, როგორც დიდი მზის ნაწილი, კარებს გიღებენ, ტკბილ სტუმარს, ქალაქები და სოფელი, სიმღერა გულში ნათქვამი, გახდი მსოფლიოს მფლობელი, გაქანდი ოქროს ფრთიანო, გასცდები ქვეყნის ნაპირსა, შენ დედა ჩემის მზითევო, ფარხმალო მამაკაპისა. მე-12-მე-13 საუკუნეების საქართველოში დამკვიდრებული ტრადიცია. ომში საქართველოს მხედრიონს წინ თორელები მიუძღოდნენ. მეწინავე ლაშქრად იწოდებოდნენ. ამიტომ მტრებს უპირველესად შალვა და ივანე ახალციხელები ერკინებოდნენ. საქართველოს ძლიერების ხანაში მეწინავეობა განსაკუთრებული პატივი იყო. გამორჩეული ვაჟკაცობით მოპოვებული. მემატიანენიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ ძველ ახალციხელებს ბადალი არ ჰყავდათ ვაჟკაცობასა და საბრძოლო ხელოვნების ცოდნაში. გამოირჩეოდნენ ახოვანებით, სიქველი, სიმხნევითა და ძლიერებით. ბევრ ბრძოლაში გამოიჩინეს თავი, განსაკუთრებით შამქორის ომში. ტრაგიკული გამოდგა შალვა და ივანე ახალციხელებისათვის გარნისთან გამართული ბრძოლა. ეს იყო 1225 წელს. ამ დროისთვის გარდაცვლილი იყო მეფე თამარი. სიპერმკრთალე შეპარვოდა ქართველთა სახელმწიფოებრივ ძლევამოსილებას. ცისკაბადონზე შავღრუბლებს ეჩინათ თავი. უხრდებოდა საქართველოს ზეწი. მონღოლთა უბდოები კულტუროსთან ერთად წალეკვით იმუქრებოდნენ. სულ მალე დაიწყო ქართველთა სანაპირო მიწების დარბევა. ცოტა ხანში კი საქართველოს დამორჩილებას მოსთხოვდა. გარნისთან შეხვდა მრავალრიცხოვან მტრის ლაშქარს ქართველები. მოკრის ურაცხენი მონღოლური დაღით. ზედ შავით არაქამა ვერ უსწორებს აღვს. და კალია მჭამელი უკან სვეტად მისდევს. მუზარადის მტვერით დაბნელებულ მინდვრებს. ვერ უძლებენ მთელი მულიდების ყივის. საყვირებით ზურნით დროშების ტყეწივის. ბრწყინავს თათრის ხმარი, ბრწყინავს თათრის შალმა. მოდის მტერთა ურდო, გზა გაცეცხლა ალმა. მრავალრიცხოვანი მტრის დამარცხება ადვილი არ იქნებოდა. ქართველთა მოწინავე ლაშქარს შალვა და ივანე ახალციხელები წინამძღოლობდნენ. სამგზის მალერსპოლელი ააფრინეს ივანე მხარზე და მიშველება ითხოვეს. სამჯერვე არიდა ივანე მხარზება ბრძოლასთან. მემატიანე გულის ტკივილით გვაქვს. ხცოვანი იყო ივანე მხარზე. სიმხიზლე მოსდუნებოდა, ჭოჭმანი დაუქლებოდა. შეპორით აღნიშნავს, რომ იდუმალი შურიც ჰქონდა შალვა და ივანე ახალციხელებისა. შავმა შურმა თავის იქნა, თვალი დაუგნელა ამის სპარსალას. საქვეყნო ინტერესები პირველ ანგარიშ წორებას ანაცვალა. ადგილიდან ფეხი არ მოიცვალა და გასაყოფად გაწილა ძმები. შალვას და ივანეს ცხენები დაუხოცეს. ქვეითად განაგრძეს ბრძოლა. ხმლები ქნევაში გადაუთხრათ. ჩაჩქანებით დაელეწათ. ივანე მტრებმა ჩაქოთეს. შალვა დაატყვევეს. ჯალალედინმა დიდად გაიხარა ძვირფასით. მან კარგად იცოდა, თუ რა ძალად აკარგეს ქართველებმა ძმების სახით. შალვას ერთგულობა და რჯულის შეცვლა მოსთხოვა, რაზეც მისგან უარი მიიღო. როცა მიხვდა, რომ შალვა შავლეგოდ დარჩებოდა, ცდასაზრი აღარ ჰქონდა. უსასტიკესი წამებით იუტყვა. ჟანდავწერის მიხედვით, ცოტნე დადიანი მონაწილეობდა ხვარაზმელთა წინააღმდეგ გამართულ ბოლნისის ბრძოლაში 1245 წელს. შემდგომში ის რუსუდანის ძით დავით ნარინის ხარდაჭერთა შორის ჩანს. უმეფობის ხანაში რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად ცოტნე დადიანი დანიშნეს. მონაწილეობდა მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ კოხტასთავის შეთქმულებაში 1245 წელს. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს. მისი მონაწილეები დააპატიმრეს და ანიში მონღოლთა ნოინს მიგვარეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას. ანიში დაპატიმრებული ქართველი დიდებულები აჯანყების გეგმას უარყოფდნენ და კოხტასთავის შეკრებას მონღოლთათვის ხალხის შეგროვების მოწესრიგების მიზეზის ცნიდნენ. გამოტეხის მიზნით მათ ხელფეხი შეუქმნეს, გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მზეზე დაყარეს. როდესაც დადიანმა მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანიში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიანა თანამებრძოლეების ხვედრი. ტანზე გაიხადა და მეგობრებთან ერთად დაჯდა. ცოტნე დადიანის გვირგვინმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველანი გაათავისუფლეს. მეგრული სიმღერებიდან თუ მეგრული მოთქმიდან
ისმის ხენის ქარუნი და ჭიხვინიც მოდით. იქნებ ელვაალვარ და ძველაზური აფრიკა. ანდა წმინდა გიორგი მარტვილი და ნამშენი. თვალის ყაბალახიანი, ღამის ნაბდიანი, მიდის მიჩქარის ცოტნე დადიანი. რახანია ეკლესიებს შესევიათ ჭილყვალა და ციხეებს აზიური სიმღერები ჭირხლავ. ცას უყეფენ კოცონები და კარვები მონგოლთა. ვერ იქნება კოხტაგორა საქართველოს გოლგოთა. მაშ გაფრინდი ბედაულო, გრძელ ფაფარა განჭფრინო. ოჩოკოჩის გახედნილო და ჭინკების გაწუთნილო. არც ქერი გავს, არც არაყი, არც მოთმენა, არც ზივი. ახრამუნე ჰორიზონტი, გადახუხე მანძილი. ჩქარობს, ჩქარობს ავსებული ურვით. ცოტნე დადიანი, რაინდული გულით. ისევ ისმის ქარული და ჭიხვინი რაშის. ხედავს სამეგრელოდან ამ ხედრებულ აჩრდილს. მოჭენაობს, მოგელავს, თოხარიკით ჩორთით. ფაფარივით აწეწილა საუკუნის შფოთი. ამ ყიჟინით, ამ სულით, ამ მარადილ ტოლვით. ისევ ხიზლობს უძველესი მეომარი ტომი. ისევ ფეთქავს, ისევ სცემს, ლეგენდებად თქმული. პატარა საქართველოს რაინდული გული. ჩემო თვალნათენო, ჩემო სანატრელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო, ყოფილა დავით მეფე ახმაშენებელი, ყოფილა ნოპიზრები გასაშტერებელი, ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი, რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი, ჩემო მიმინო და ჩემო ფთანათელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო, ყოფილა ნიკოფსი დარუბანდამდე, გაჭენებული და გამოჭენებული, ტყვებ გასლილი და გამოჩინებული, ყოფილა ორ ზღვა შუა აღმოცენებული. ფიე საქართველოს ყოლია ვასლი, თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლი, ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია, რომ გამზადებულად ახალ ბიზანტია. მაგრამ უცაბედად მატლია რეულა, ბორბალი უკუღმა დატრიალებულა. ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი, მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი. ტურფა საქართველო ყორმებს წაუღიათ, სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუღიათ. ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩაღვეულა, იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა. 4 მეფეს სულ სისხლცრემლით უცრემლია, 4-ვე საბრალოს ლექსები უწერია. 1318 წელს გიორგი მეხუთე მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დავსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერქვა. იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლთა ბრძოლას თხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობია. მიუხედავად ამისა, მან მოიპოვა მონღოლების დობა. იგი მეგობრობდა ირხანის მთავარ ვაზირთან, ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოეწორებინა. იგი ენერგიკულად შეუდგა ქვეყნის შიდა პრობლემების მობარებას. შიდა ქართლიდან განდევნა მონღოლთა ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები, რომელთა მეკობრული თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა მოსახლეობას. ალაგმა სამეფო ხელისუფლების ურჩ ფეოდალები, რისთვისაც არც უკიდურეს ღონისძიებას მოერიდა. მოახერხა რეალურად სამ ნაწილად დაყოფილი საქართველოს გაერთიანება და მონღოლთა ბატონობისას შერყეული სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა და სამართლებრივი საკანონმდებლო სისტემის მოწესრიგება. ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერების შემდეგ გიორგი ბრწყინვალე მონღოლები საქართველოდან განდევნა და მათ თითქმის 100-წლოვანი მმართველობა დაასრულა. კვლავ გაიზარდა საქართველოსა და მისი მეფის პოლიტიკური ზონა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი მეხუთე აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკურ ურთიერთობებს, როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ევროპასა და ეგვიპტის საზღვრებთან. ეკონომიკური კავშირები დაამყარა იტალიურ քաղաքსახელმწიფოებთან. გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ტრაპიზონის იმპერიაში. გიორგი მეხუთე 1346 წელს გარდაიცვალა. მეფეს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში იმ უდიდესი დამსახურებისთვის, რომლებიც მას საქართველოს წინაშე მიუძღვის. ქართველმა ხალხმა მას ბრწყინვალე უწოდა. ღირსეულ წინაპართა სახელებს ისტორია ინახავს. სახური, რომელმაც მეფეს და ქვეყანას თავისი ერთგულება სიცოცხლით დაუმტკიცა, იყო იოთამ ზედგენიძე. იოთამ ზედგენიძე სიმხნელი, სარწმუნოები და მეფის ერთგულების ცნობილი იყო. კეთილმსახურებით აღძრეს, კარგად ესმოდა, რომ მირონცხებული მეფის ერთგულება ქვეყნისა და წმინდა ეკლესიის სიყვარულს ნიშნავდა. 1463 წელს საქართველოს მეფე დაკურთხეს გიორგი მერვე, ძე ალექსანდრე დიდის. ამასობაში საქართველოში მდგომარეობა ისევ დაიწყო. 3 წლის ათაბაგი ყვარყვარა მეფეს გამო.
1463 წელს კი ჭიროხთან გამარჯვების შემდეგ ქუთაისის გამგებელმა ბაგრატმა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი. 1465 წელს გიორგი მეფე სამცხეს წარემართა ყვარყვარე ათაბაგთან საუბრად, რათა შურაგოს ათაბაგს. ფარავნის მასთან დავანაკებულ გიორგის შემოუჩინეს განდგომილთა მოღალატენი, რათა მოკლან იგი და ტაძრეულივე თვისნული. მეფის სამარაში მყოფმა იოთამ ზედგენიძე შეიტყო მეფის წინააღმდეგ არსებული საზარლის შეთქმულების შესახებ და გააფრთხილა იგი. მეფე მან არა ირწმუნა, წერს ვახუშტი ქართლის ცხოვრებაში, ვინაიდან უგუნებელთ იყო მათგან ღალატი მეფისა. როცა ერთგულმა კარისკაცმა კეთილი დაუბოროტომენი ტყუად ქვეშევრდომთა ღალატში ვერ დაარწმუნა, შესთავაზა, უკეთ უცბი და არა ჭეშმარიტ არს სიტყვა ჩემი, აც გევედრები, რათა არ მოიკლა თავი ცუდად, არამედ ღამეს ამას მე დავწვე, დაგიბნელსა შინაშენსა და უკეთო მომკლან მე მგონებელთა შენთა მეფე, გარნან უნდა ივიწყებ ძეთა ჩემთა. მეფე დათანხმდა, თუმცა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იოთამ ზედგენიძის ეჭვიანობის მიზეზი სიყვარული და ერთგულება იყო და არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. დილით, როცა გიორგი სამეფო კარავში შევიდა, მისი საყვარელი კარისკაცი სისხლში ცურავდა. მას სინანული დაიტირა იოთამ. მტრები კი შეიპყრა, მოსწყვიდნა ყოველნი. მადლიერმა მეფემ წყალობით აავსო წმინდა იოთამ ზედგენიძის შთამომავლობა. 1609 წელს თრიალეთზე გადმოსული თურქთა დიდი ლაშქარი თევდორე ვერს გადაემარა და მეგზურობა მოსთხოვა. თევდორე მტერს გზაკვალი აუგნია და მიწას დააშორა. ოტყოებულმა თურქებმა ბერი აკურწეს. ცხირეთის ციხეში გამაგრებულმა გიორგი მეფემ და ქართველთა ჯარმა დრო მოიგო და მტერი ქვიშხეთთან დაამარცხა. ამ საუკუნეშივე მოუვლინა უფალმა ქვეყანას ხსნად და იმედად კახეთის გმირები. ბიზინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები. უფალმა კახეთის მთავარს, ბიზინა ჩოლოყაშვილს, კეთილი განზრახვას თმაგონდა. მან არაგვისა და ქსნის ერისთავებთან ერთად თავს იდვა კახეთის გათავისუფლება თათართაგან. ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ბიზინა ეახლა თავის მოყვარს, არაგვის ერისთავს ძალს და გულის ნადები აუწყა. ძალ ერისთავს თვითონაც გული უდურვდა ამდენი უბედურებისა და უსამართლოებისა. მოიწონა განზრახვა და ქსნის ერისთავი ელიზბარიც მოიწვია შალვასთან ერთად. ბიზინა კარგად ხედავდა ქართველთა შესაძლებლობას, მაგრამ ღვთისნებას მინდობილს და სამშობლოს გამოხსნის აუცილებლობაში დარწმუნებულს სჯეროდა გამარჯვებას. არაგვის ერისთავმა მცირე დიოდანი კაცი ჩეულ მხედრები მისცა თანაშემწედ საიდუმლო, ხოლო ქმნის ერისთავმა ბიძად მისწვდა ქუძე გაცვლის. შეყარეს თუშნი, მთიული, მცირედი კახი, უმთავრო ღამეს მთა გადაიარეს. ახმეტად ჩავლეს და მოულოდნელად დაეწყო თავს ბახტიაში უზრუნველად დაბანაკებულ თათებს. იმავე დღეს 1659 წლის ალავარდობის დღესასწაულზე მიუხვდნენ ალავარ წყობ ყიზილბაშებს და ისე გაანადგურეს, რომ არდაღელი სულთანი სელიმ ხანმა ძლივს მოასწრო გაქცევა. მიატოვა ცოლ-შვილი და სპარსეთს გაეშურა. ქართველთა ძლიეროსული მხედრობა მადლობდა ღმერთს და ერისმთავრად წმინდა გიორგის. თავისუფლად ამოისურვა კახეთმა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდა სამშობლოს ხსნელი გმირების ნეტარება. განრისხებულმა შაჰბაზმა ქართლის მეფის ვახტანგს სპარსეთის გაშაჰრაოს წოდების უბრძანა. ქრისტესახოვანი გმირები მასთან გაეგზავნა. კახეთის მხსნელი გმირები უდურტმუნად გაემგზავრნენ უკანასკნელ გზაზე. შაჰმა ისინი სიკვდილით დასაჯა. ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები. მამაკაცებს გვერდით ყავდათ ვით ფოლადის ფარები და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები. ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი, გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი. მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერით რთოდა ვერანი. საქართველოს ცისფერს გავდა, ფერი მათი მერანის. სადაც უნდა ყოფილიყვნენ მუდამ დაუზრახებულნი. საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი. ბრძოლის ველზე მოდიოდნენ რაინდული ოცნებით. მოდიოდნენ და მოჰქონდათ ჩალისფერი დროშები. ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი აბგაროზები. სადაც უნდა ყოფილიყვნენ თუნ სამარის კარავდის. ოსმალეთის მიწა იყო თუ მინდორი მარაბდის. საქართველო იყო მათი საყვარელი მარაბდის. სადაც უნდა აღემართათ სატევარი დაგორდა. ვაშკაცურად მიიწევდნენ, ვაშკაცურად გახვროდათ. სპარსეთში თუ დაღესტანში, ბრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭაც ხელი მიწა თან ჰქონდა. სიკვდილის წირუს თავალის ჩაირების ძაღლი მიწას გულში ჩაიკრავდა ქართველი თუ კახელი. საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი. შვილებს ომში აგზავნიდნენ წარშეკრული დედები, აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით. თუ ისე ზურგში მოხვდეთ არ დაიჭრათ მკერდები. ხელმეორედ ნუ გერახოთ საქართველოს ედემი, ისე მტკიცედ იყვნენ თურმე ვით მეტეხის კედელი. გმირითი ნაწავკისელი და მაია წნეთელი. მათი ხმალი ცეცხლს არ ფხვევდა, მტერი თოდა ვერანი. საქართველო ცისფერს გავდა ფერი მათი მერანის. მამულისთვის დაიღუპნენ ვაშკაცობის მსახველი. საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი. ნუ დაივიწყებ გმირობას 1000, რაც დღემდე შემთვის სისხლი დაღვრილა. სულ არ მოვსურვართ დღემდე ადვილი. ჩვენამდე დღემდე ჯაჭვია გრძელი, გზა ეკლიანი, ვიწრო და ძნელი. შენამდე 9 მაქვს ხერხეულიძე, 300 გმირი არაგველია. მეფე დავითი, მეფე თამარი და ეს გზა ისევ გასავლელია. უნდა სრულდება წარსული შენზე, ხავს ნუ მოადებ მშობლიურ ეზოს, რათა შეჩვილებ და შესმოვას. წინაპრის სახე სადლებად ეხო. ღმერთივით ერთის წამდათ სამშობლო, და თავს წირავდნენ ენას და რწმენას. გადასახლებოთ ქართული მიწა, ხატად ექცათ და გულზე ესვენათ. ნებით ქართველი ართმობს სამშობლოს. განა ადვილი დასათმობია. ძალით არასდროს წინაპრის კერა, განა ადვილი ჩასაქრობია. განა სამთავროს ბაგრაც და გელაც, სამდე აზიდულ ძველს ვეტიცხოვოთ. შოთას და ვაჟას და მშობელდედას, რის ფასად დათმო, გაიუცხოვებ. ძლავრი მდინარის ჩქერების დარად, შენ სისხლში მაინც იჩქეფებს მარად და სანამ სამდე არ გაფრწყინდები. შენი სამშობლო 64-ის დარი, სანამ სიცოცხლე არ მოგწყინდებათ, მოსახდელი გაქვთ იცოდეთ ვალი. ისტორია ხო ჩააბარეთ, ხელოვნება ჩააბარეთ და რაც თავარია, ღირებულების გაკვეთილი ჩააბარეთ. აი ეს არის ჩვენი ღირებულება, ჩვენი წარსული, ჩვენი სიმდიდრეა. როგორ ულამაზად, ხატოვნად, ნიჭიერად, მთელი შეგრძნებით გათავისებული ჰქონდათ ეს ყველაფერი და თქვენგან ამის გაგება ჩვენთვის, ჩვენი თაობის ხალხისთვის იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ სერს არასოდეს არ უწერია გადაშენება. თქვენ ახართ ჩვენი მომავალი, ჩემო ძვირფასებო და თქვენი პირიდან წარსულს დაფასება უნდა და გათავისება, რომ ვისი გორისავართ და გაგრძელება ამ საქმეს და თქვენი ბოლო გაშღერებას და თქვენი ლექსით ზუსტად ამას მოწმობდა. უღრმესი მადლობა, არაჩვეულებრივები იყავით. თქვენი ნიჭიერებით აღფრთოვანებულები ვართ. თქვენ კლასს ყოველთვის ძალიან ხმამაღლად გითქვათ სათქმელი ამ სცენიდან და დღეს კიდევ უფრო ხმამაღლად თქვით ეს სათქმელი. ერთი კლასის ბაზაზე ამ ხელშემოქმედებითი ღონისძიება რომ წარმოადგინოთ მთელი საქართველოს წარსული და
ის გმირები, შეხილი ხელსაგოგმანები, რომლებიც ჩვენი ღირსება და ჩვენი სიამაყეა, აი ასე წარმოადგენთ და ამდენი ასეთი სიტყვა თქვა, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ძალიან დიდი სიამაყეა. ვამაყობ თქვენით და ურმესი მადლობა მინდა გადავხადო. ეს ყველაფერი ერთი ადამიანის შემოქმედებაა. ლეამასწავლებელი ყოველთვის ძალიან დასაფასებელია თქვენი შრომა, ვიცი ამაში რამდენი შრომა ჩადეთ და ღმერთმა ყოველთვის გაკეთებინოთ თქვენი საქმე, როგორც საკლასო ოთახში, ისე საკლასო ოთახის გარეთ. დიდი მადლობა ბავშვებო, სტუმრებსაც მინდა გაუთმოთ დრო და მაგრამ დიდი მადლობა მინდა თქვენთან ერთად თქვენ მშობლებს მოუხადო. არ შემიძლია რომ ეს არ თქვა, თქვენი თანადგომა რომ არა, ჩვენი შვილები და თქვენი შვილები ასეთი არ იქნებოდნენ. მადლობა ამ გვერდში დგომისთვის. აი ეს არის ჩვენი ყველაზე რომ ვიტყვია ძლიერი მხარე, რომ მშობელი სკოლას არ ივიწყებს და გვერდში გვიდგახართ. დიდი მადლობა მშობლებს, დიდი მადლობა ასეთი შვილების აღზრდისათვის და დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ბავშვებს გვერდში დაუდგა და აი ასეთ ამაყად წარმოჩინდნენ ჩვენს წინაშე. როგორც გითხარით, დღეს ძალიან საპატიო სტუმრები გვყავს და მინდა რომ ამ სტუმრებმაც ორიოდე სიტყვა ვითხრათ. ქალბატონოვანი, თუ შეიძლება პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა და თქვენი ღონისძიების განმავლობაში რადგან სულხი გავდი და დავაზუსტე კიდეც კლასი. მაგრამ ჩვენ ვაღვქვათ ახალი თაობა, რაღაცა ემოციები, ღირებულებები გაცდა, რაღაცებს ემოციურად აღარ აღიქვამენ და განსაკუთრებით პატრიოტიზმს ასე თუ ისე დასცილდნენ, მუდმივად ეს წუწუნია. მეც როგორც მასწავლებელი მუდმივად ეს განცდა მქონდა, რომ აი სადღაც რაღაც სიცარიელე ხომ არ გვიჩნდება და დღეს მინდა გითხრათ, რომ თქვენ დამარწმუნეთ იმაში, რომ სიცარიელე ნამდვილად არსად არ გვაქვს. ვისურვებდი, რომ ეს რაც დღეს თქვენ ჩვენამდე მოიტანეთ, სხვა სკოლის მოსწავლეებსაც გადასდებოდეთ და მათაც შეძლოთ, ასე ვთქვათ, შეიძლება კიდევ ისეთი ნათქვამია, ამიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, არ არსებობს ის, რაც არ შემიძლია. მთავარია, როგორ მოვინდომებ. თუ გულით მომინდა, ამას მე აუცილებლად შევძლებ. ამიტომ კარგი იქნება ეს მაგალითი თქვენი თანატოლებისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემში არსებულ სკოლის მოსწავლეებსაც გაუზიარებთ, არა მხოლოდ თუნდაც თქვენი სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც დღესაც გესწრებოდნენ და მჯერა, რომ მომავალში მათ ღონისძიებაზეც აუცილებლად მოვალ. მადლობა. შვილებიანი ახალი წელი გილოცავთ და წარმატებები უკვე ოქტომბრის სემესტრი მიილია და მომავალ ახალ სასწავლო წელს წარმატებებს და მშვიდობას ორიოდე სიტყვა თუ შეიძლება. შემოკარგებო, ამას გადმოსცემ პირველ რიგში
სასტიები მივი, რომელიცაც ჩვენ ქადაგებთ შემოკარგებო. ეს ქადაგება ამასთან ერთად უნდა ხორციელდებოდეს სასულიერო პირის ხორციელის ცხოვრების შემოკარგებო, ხო? იმიტომ რომ იმას, რასაც ადამიანი ქადაგებს, სიტყვით, მას აუცილებლად უნდა ახდენს საქმე. აი ეს ჩვენი ერის ისტორია, რაც თქვენ აი ამ 1 საათში მოკლე მონახაზი გავიკეთეთ შემოკარგებო, ზუსტად არის ეს. იმას, რასაც ემსახურებოდა ჩვენი ერი, რასაც ამბობდნენ სიტყვით, მას საქმით ამტკიცებდნენ შემოკარგებოდა. აი სამი მეფის ციტატას მოვიყვან შემოკარგებო. ეხლა პირველი, აი ეს არის ვახტანგ გორგასის სენების და ვახტანგ გორგასას აქვს ესეთი ამდერძი ჩვენი ერისათვის დატოვებული შემოკარგებო, რომ ეძიები ქრისტესთვის სიკვდილს. ეს აღნიშნავს მარტო იმას, რომ ადამიანი პირდაპირ გაგებით ეძებს ქრისტესთვის სიკვდილს. თუნდაც ეს ოდესღაც საჭირო იქნება, ამის მაგალითი ჩვენს ისტორიაში ბევრი არის. შემოძიებას ამასთან ერთად ნიშნავს ეს რას, რომ ადამიანი უპირველეს ყოვლისა, რომელიც ამ ქვეყნად ცხოვრობს და საკუთარ თავს ქრისტიანად თვლის, მისი ცხოვრება უნდა იყოს აუცილებლად სამაგალითო. და ქრისტიანობა პირდაპირ გაგებით რას ნიშნავს შემოკარგებო? ქრისტეს მცნების აღსრულებელ ადამიანს. ეხლა ესეც იქნება ძალიან სახარებაში, ვისაც შემის წამსო და ვისაც მეუყვარარო, მან ჩემი მცნება უნდა დაიცვას. აი ეს არის ქრისტიანობა შემოკარგებო, რომელიც ვახტანგ გორგასალმა აი ესეთი ამდერძი დაბიჯდა. მეორე, დავით აღმაშენებელთან დაკავშირებით შემოკარგებო, როდესაც ისგორის ბრძოლა მოხდა, დავით აღმაშენებელმა ესეთი სიტყვები მიმართა ევს, მეუღლეს, შემოძიებას ეხო, რომ მეომარნო ქრისტესნო. ახლა როგორი სიტყვებია? მეომარნო ქრისტესნო. არა თუ ეშმაკის მრავალი მიმდევარი ადამიანიო, დაგვამართეთ ჩვენო, არამედ თვით ეშმაკიც კი ვერაფერს ვერ ვიზამსო, თუ ქრისტეს ჯულზე მტკიცებ ვიდგებითო. აი ნახეთ რა სიტყვებია შემოკარგებო. თუ ქრისტეს ჯულზე მტკიცებ ვიდგებით, ვერაფერი ვერ მოგვიგე, რატომ? თავად ქრისტე იქნება ჩვენი ფარული შემოძიებასება. და მესამე, თამარ-მეფის ესეთი სიტყვებია შემოკარგებო, როდესაც მას გიორგი რუსზე აქორწინებდნენ, ესეთი რამ უთხრათ ამ დიდებულები, რომ შეიკრიბნენ, უთხრეს, რომ აი ესეთი ადამიანია დაუხასიათეს და თამარ ესეთი სიტყვები უთხრა. ეს ადამიანიო ჩამოვუყანოთო, ჩვენთან ერთად ვიცხოვროსო, მისის გეჩოვლება შევისწავლოთო და მე მოხდეს ეს ქორწინება. და ერთ-ერთმა დიდებულმა მას ესეთი სიტყვა უთხრა, რომ მართლა მაგიდებელი არისო. და თამარის პასუხი იყო ესეთი, განა მართლმადიდებელი, რომელსაც ეწოდება ყველა მართალი ცხოვრების ხოლოსო. აი ნახეთ რას ნიშნავს შემოკარგებო. მე როდესაც ვქვია მართლმადიდებელი ქრისტიანი, აუცილებლად მართალი ცხოვრების უნდა მოსწოროთ. აი ის რაც თქვენ წარმოაჩინეთ შემოკარგებო, ძალიან მიხარია. მაგრამ ეს იქნება ყველაზე კარგი და საუკეთესო, რომელსაც ჩვენი ცხოვრების წესი წარმოაჩინეთ. გაგლოცო და გაგახაროთ მე, ძალიან მიხარია შემოკარგებო. ამით გასაცდელებასთან ერთად მაგალითი მოგვეცი ყველას. გალოცილი გაგოგოთ გასმოყარე ეს ჩვენ ასტომადარია, წერათა კავშირის აღმომადგენელი ბატონი გივიჩი ღვინაძე და მაკას ებიაშვილი. ბატონი გივი ჩვენი სკოლის მეგობარია, უკვე მეორე დესწრება ჩვენ სკოლაში გამართულ ღონისძიებას და ევრიოდე სიტყვას ალბათ თვითონაც გავეტყვით. მადლობა ბატონი გივი მოგზაურობისათვის, გაფასებისათვის და მოსამართლედ ყველას ძალიან ნაკლებია, რომ შვენიერი ნაწარმოებები ბავშვები, ჩვენი ისტორია, ძირითადი მომენტები, ასე ლამაზად, ასე მშვენიერი, ძალიან კარგი ეს ყველაფერი.
აი მეორედ ვარ მართლა ამ სკოლაში და ხედავ რომ ამ სკოლა ბევრი რამ გააკეთა უკვე შედერი თავობა საკეთა მე არც მოდებული ვარ რომ ეს ბავშვები იქნებიან სწორედ მომავალი საქართველოს მშენებლები ისეთი რომელიც ჩვენ გვჭირდება დიდი მადლობა ბავშვებო ამ ყველაფრისთვის წარმატებებს გისურვებთ წარმატებები ასწავლებლებს დირექციას რა თქმა უნდა მე ამ ისტორიულთან ამერთან დაკავშირებით ციგნებიც ამოგიღებ და მე მგონი დაინტერესდებით აქ არის სწორედ ჯრუჭის მონასტერი ესეთი ციგნი სადაც ამ მონასტრის ისტორია განმოცემული ჯრუჭის მონასტრიდან გადადიოდა რაჭაში მრავალწლის ეკლესიაში თამარ მეფე ასეთი ლეგენდაა და ესაა გაშლილი ამ ციგში და სხვა მასალები აგრეთვე რაჭაზეა ციგნი რაჭულებს აინტერესებს ძალიან აქ ისტორიული ძეგლები და სხვა რამე აღწერილი და მზეში დაიმღერეს ძალიან კარგად ჩვენმა პატარებმა და მე მაქვს ციგნი მზეში ზეგარეთ სადაც წარმოდგენილია ქართული ხალხური დღეობა დღესასწაულები და წესჩვეულები აუცილებლად გამოგადგებათ ალბათ შეიძლება რამდენიმე სკოლაში წარმოადგენდეს ისეთ მშვენიერი იყო როგორც ახლა დღევანდელი წარმოდგენა წარმატებებს გისურვებთ ყველას დირექციას მასწავლებლებს თქვენს პატარებო მომავალ ახალწელს გისურვებთ და ბედნიერ მომავალ გისურვებთ მაგრამ ეხლა მაგის სადაზღვეულებაც არ ვთქო